ქართული ოცნების ყველა ლიდერი სანქცირებულია, საკუთარი ქმედებების გამო მოიქცნენ საერთაშორისო იზოლაციაში და ამასობაში ბიძინა ივანიშვილმა გამოსავალი იპოვა და გამოსავალი ყოფილა ჩვენი დაჭერა და დაპატიმრება და დაუშვათ კარგი დაგვიჭირა ყველა ვინც ვითხოვთ ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების განთავისუფლებას, მაგრამ რას გეუბნებათ თქვენ მოქალაქეებს, ვინც ახლა ჩუმად ხართ? თქვენ გეუბნებათ, რომ უფლება აღარ გექნებათ კრიტიკის, მათ შორის სოციალურ ქსელებში. და თუ ამას გააკეთებთ და გააკრიტიკებთ ხელისუფლებას, თქვენ მოგივათ ჯარიმა. აი ესეთი ცვლილებები შეაქვთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და მეტიც. თუ ამას თქვენ გააკეთებთ ქუჩაში, სადაც შეგხვდებათ ხელისუფლების წარმომადგენელი და მას გააკრიტიკებთ, დაგიჭერენ კიდეც. ასეთი ცვლილებები შევა, მათ შორის რეპრესიული ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, ანუ რეპრესიები, წითელი ტერორი, გულაგები. ამას გვთავაზობს ბიძინა ივანიშვილი კრიზისიდან გამოსავლად. და ახლა ჩუმად კი არ უნდა ვიყოთ, უნდა ვიყოთ ერთიანები და უნდა ვიბრძოდეთ. ვიბრძოდეთ საკუთარი უფლებებისთვის, საკუთარი მომავლისთვის, საკუთარი სახელმწიფოსთვის. ძალა არის ერთობაში. ჩვენ გასაკეთებელს არავინ არ გააკეთებს. თუ ჩუმად იქნებით, თქვენს მოგადგებიან და აღარაფრის უფლება აღარ გექნებათ, თუ ახლა ხელს არ გაანძრევთ. ხელი უნდა გაანძრიოთ ყველამ, უნდა ვიყოთ ერთიანები და უნდა ვიმოქმედოთ. ძალა ერთობაში.